მოგესალმებით, მე ვარ ნინო თოდუა. დღეს გთავაზობ ძალიან გემრიელი ჩახოხბილის რეცეპტს. თუ გაინტერესებთ, ძალიან გემრიელი ჩახოხბილის გემრიელი რეცეპტი, დარჩით ჩემთან ერთად და უყურეთ ვიდეოს. მაშასე, დავიწყოთ. პირველ რიგში დავჭრათ ქათამის სასურველი ზომის ნაჭრებად. მოვშუშოთ ქათმის ხორცი. თავდაპირველად უნდა მოვშუშოთ ხორცი. ზოგი ხარშავს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ასე ვაკეთებ ხოლმე, ჯერ უნდა მოვშუშოთ უბრალოდ ხორცი. შუშვის დროს აუცილებლად უნდა დაამატოთ მარილი იმის გამო, რომ არ ჩაიხარშოს ქათამი და არ დაიშალოს. განსაკუთრებით თუ აკეთებთ შემსავით არასოფლის ქათამისგან, არამედ მუხრანის ქათამისგან, ან შეიძლება გაყინული ქათმისგან. დავჭრათ 3 ცალი ხახვი სასურველ ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრათ ნახევარგოლებად ან ვაფშე გოლებად. ან შეგიძლიათ დაჭრათ შემსავით კუბიკებად. ეს სურვილის მიხედვით. და როცა ქათამი მოიშუშება, უნდა უკვე დაამატოთ ეს ხახვი. აი ქათამი მოიშუშა თითქმის, ხედავთ, გათეთრდა მოხაშული ხორცის იერსახე მიიღო, აი ამ დროს უნდა დავამატოთ ხახვი. დავამატოთ ხახვი და კარგად ამოვურიოთ. აი ასე. ზოგი ქათამს შუშავს კარაქში, მაგრამ ძალიან არ მიყვარს, თვითონ კარაქის გემო ბავშვობიდან ვერ ვიტან და ამიტომ არასოდეს მე არ ვშუშავ ქათამს კარაქში. თუ თქვენ მოგწონთ კარაქში მოშუშული ქათმის გემო, შეგიძლიათ მოშუშოთ კარაქში. მე დავამატე ცოტა ზეთი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ სვანური მარილი, ჩემსავით. ან ნებისმიერი სხვა სუნელი, ხმელი, კინძი, უცხოსუნელი და ასე შემდეგ. მე თვალის ზომით ვამატებ ხოლმე ისე, რომ დაახლოებით, აი როგორც ხედავთ, დაფაროს ქათმის ნაჭრები, ცოტა ხნის მერე ამოვურებ. ეხლა რაც შეეხება პომიდორს. პომიდორი უნდა გქონდეთ გამზადებული დაჭრილი. მე ვუკეთებ 1 კილოგრამ პომიდორს კილონახევრიან ქათამზე. თუ თქვენ ამზადებთ ჩახოხბილს იმ დროს, როცა ცოცხალი პომიდორი უხვად მოიპოვება, მაშინ ბუნებრივია ყველაზე კარგი არის გააკეთოთ პომიდორით და დაამატოთ სულ ცოტა ტომატ პასტა. თუ არ არის აწეწელის ამ დროს პომიდორი ცოცხალი, მაშინ შეგიძლიათ გაუკეთოთ თუ გაქვთ სახლში მომზადებული თქვენს მიერ ტომატი ან თავის წვენში შენახული პომიდორები. თუ ეს არ გაქვთ, შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზიაში და თუ ამის საშუალებაც არის, მაშინ უბრალოდ ტომატ პასტისაც შეიძლება, თუმცა ბუნებრივია ისეთი გემრიელი არ იქნება. ასევე აკეთებენ ხეხავენ პომიდორს, ან პომიდორი და გაჭერთ შუას და გახეხავთ მსხვილ სახეზე, მთელი კანი დაგჭირებათ ხელში და მიიღებთ ერთგვაროვან კეჩუპისებრ მასას, მაგრამ მე არ მომწონს, მიყვარს, როცა პომიდორი ხდება აი ესე პატარ-პატარა ნაჭრების სახით კერძში, ამიტომ აი ზუსტად ამ სახით ვუკეთებ, მსხვილ კუბიკებად ვჭრით. ხახვი მოიშუშა, ეხლა ვამატებ პომიდორს. აი ასე გამოიყურება ჩვენი პომიდორიანი ხორცი. მე არ ვამატებ ბულგარულ წიწაკას, რადგან ჩემი შვილები საერთოდ არ ჭამენ თუ ბულგარული აქვს და არ ვუკეთებ მწარე წიწაკას, რადგან მწარე წიწაკაც არ ვყვართ. თუ თქვენ გიყვართ ერთი ან მეორე, შეგიძლიათ დაამატოთ, ან შეგიძლიათ დაამატოთ ორივე. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მაშასე დავახუროთ თავსახური და ვათუხტუხოთ ცოტა ხანი. აი ასე. როცა პომიდორიც მოიშუშება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი. ან სულად დაჭრილი, როგორც მოგწონთ, ან დაჭრილი, ან გახეხილი. მოკლედ ნიორი. აი ასე გამოიყურება ჩემი ნიორი. და კიდევ ერთხელ კარგად ამოვუჯირებთ. ასევე დავამატოთ 1 კარგი მოზრდილი სუფრის კოლზი ტომატ პასტა. მე ტომატ პასტას ვამატებ ხოლმე ფერებისთვის, უფრო მეტი სიხალასე აქვს ხოლმე კერძს, მაგრამ როცა ამდენი პომიდორი აქვს, ბევრი უბრალოდ არ სჭირდება. აი ასე შეიცვალა ფერი ტომატ პასტის დამატების შემდეგ. ახლა ცოტა ხანი კიდევ დავახუროთ თავსახური და ვათუხოთ დაბალ ცეცხლზე. აქამდე არ დამიმატებია არაფერი, ეს არის ის წვენი, რაც გაუშვა თვითონ ხორცმა და პომიდორმა. მე რომ მკითხო, არც დავამატებდი არაფერს, მაგრამ ვინაიდან ჩემს ქმარს უყვარს წვნიანი, ამიტომ დავამატებ ცოტა ქათმის ბულიონს. თუ ბულიონი არ გაქვთ, შეგიძლიათ დაამატოთ უბრალოდ წყალი. ვამატებ აი ამ რაოდენობას. ვაგრძელებთ ხარშვას, გავუსინჯეთ გემო, როგორ აქვს მარილი, თუ გსურთ დაამატეთ ცხარეც
და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. შიგა და შიგ შეამოწმეთ ხორცის მზაობა, რომ არ ჩაიშალოს, თორემ არც ისეთი სასიამოვნო კერძი გამოვა. იქ ყველა პროპორციები ინგრედიენტების მითითებული იქნება ვიდეოს ბოლოს რეცეპტში. ხორცი უკვე მოიხარშება. ერთი ცალი კვერცხი ატყუეთ და დაამატეთ. თან სწრაფად ამოურიეთ, რომ სულ ერთ ადგილას არ მოგროვდეს მთელი კვერცხი. აი ასეთი ატყუებული კვერცხი უნდა დავამატოთ ჩვენს გემრიელ კერძს. უნდა დავამატოთ სწრაფად და ვეცადოთ სხვადასხვა ადგილას. აი ასე. და ამოვურიოთ. აი ასეთია ჩვენი კერძი. ერთი წამის მერე იქიდან რაც დავამატეთ გემრიელი კვერცხი. ერთზე მეც თუ გააკეთებთ, ძალიან ნაყიერი გამოვა, ამიტომ მე ვამატებ ხომ ერთ წელს. შეგიძლიათ არ დაამატოთ თუ არ მოგწონთ. მაქვს ცალკე მომზადებული მწვანილი. ეს არის ქინძი, პეტრუშკა და რეჰანი. მე მიყვარს ეს მწვანილები, ეს კომბინაცია. ამ კომბინაციას ვამატებ. რეჰანი საერთოდ ჩემი აზრით ძალიან უხდება პომიდორიან კერძებს. ხო, მე მწვანილს ვამატებ, მას შემდეგ რაც გაზს გამოვხსავ და დავახურებ თავსახურს, რადგან მწვანილი არ იხარშება და ძალიან კარგ არომატს აძლევს კერძს. ჩახოხბილი მომზადდა. ეხლა დავამატებ მწვანილს, ამოურევთ, დავახურებ თავსახურს და მორჩა. აი ასე. მორჩა ჩვენი გემრიელი ჩახოხბილი მზად არის. გემრიელად მიირთვით.